სამხრეთ კავკასია ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გახდეს ერთი სამკუთხედი, რომელიც მსოფლიოს წინაშე წარდგება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები სომხეთ-საქართველოს. ცალკე სომხეთ-აზერბაიჯანის, მაგრამ ეს სამკუთხედი არ ჩამოყალიბებულა და აქ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ალიევის კონსტრუქციულობაზე. ალიევი კი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში აგზავნის. აქ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული სტაბილურობის საკითხები, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები. საქართველომ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებას. თუმცა, როგორც ქართველოლოგი აღნიშნავს, უნდა გავიგოთ, საქართველო უბრალოდ პლატფორმად ყოფნას ცდილობს შეხვედრებისთვის თუ სურს შუამავალი გახდეს მხარეებს შორის. საქართველოს როგორც შუამავალს არც სურვილი და არც რესურსი არ აქვს ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის, მაგრამ როგორც პლატფორმა, სადაც შეიძლება შეხვდნენ, ეს შესაძლებელია. ქართველოლოგის შეფასებით 2020 წლის ომის შემდეგ თბილისი მიხვდა, რომ მის სამეზობლოში ყალიბდება ძალისმიერი ცენტრი, რომელიც შეიძლება მისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დაახლოებით 300,000 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი რაოდენობით მეორე ეთნიკური ჯგუფია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში, ეს ყველაფერი არ შეიძლება მათ არ აწუხებდეთ. ამიტომ მათ წინასწარი ნაბიჯები გადადგეს, რითაც სურთ აქტიურობა შეინარჩუნონ. თუმცა, როდესაც ვადარებთ, ნათელი ხდება, რომ სომხეთის ეკონომიკური საფუძვლები არც ისე ძლიერია, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა. ამის მაგალითია გარგრის, ყვავილების, კონიაკისა და თხევადი გაზის სომხეთში შეტანის აკრძალვები. 90-იანი წელებიდან ეკონომიკური თანამშრომლობა, უზარმაზარი ინვესტიციები ქართულ ბაზარზე. ამის შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურა, გაზსადენი, ნავთობსადენი, რკინიგზა. ამიტომ ეს ყველაფერი შეგროვდა, ეკონომიკიდან პოლიტიკურ ველზე გადმოიტანეს და უკვე პოლიტიკურად დაფიქსირდა როგორც სტრატეგიული.